მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ტურისტული ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ამ სფეროს სტატისტიკაც ადასტურებს, რეგიონში ტურისტული ბაზრის საფუძვლიანი კვლევა და შემდგომ უკვე მისი ანალიზი თითქმის არ ხდება. რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს ანალიტიკური შესაძლებლობების გააქტიურება ტურისტულ ბიზნესში? იმისათვის, რომ ზოგადად ტურიზმის განვითარება დაიგეგმოს სწორად, სახელმწიფო სჭირდება არსებული სიტუაციის ანალიზი. დაწყებული სასტუმროების, განთავსების ობიექტების რაოდენობის, სერვისის მიმწოდებელი სხვადასხვა კომპანიის, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ ჩართული და ემსახურება ტურისტებს, გაგრძელებული თავად ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებით, გათეული დღეების საშუალო რაოდენობით, მათ მიერ კონკრეტული ტურისტული პროდუქტების და სერვისების გამოყენების ანალიზით. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს საბოლოო ჯამში არა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს, ზოგადად ინდუსტრიას, რომელშიც შედის კერძო სექტორიც, ფლობდნენ ინფორმაციას ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შესახებ, ანუ მაჯისცემა ეგრეთ წოდებული იყოს ადეკვატურად აღქმული და შესაბამისად რეაგირება მოხდეს ასევე ადეკვატური, მოგეხსენება ტურიზმი კომპლექსური საკითხია და ეკონომიკის თუ სხვა დარგების ნებისმიერი მერყეობის შემთხვევაში ზოგადად ეს კომპლექსური საკითხი იცვლის ხასიათს. ამიტომ მუდმივი დაკვირვების ანალიზის შემთხვევაში არის მხოლოდ წარმატების მიღწევა შესაძლებელი. ტურიზმის სფეროს ანალიზისთვის ყოველდღიური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ხდება. სწორედ ამ მიზნით ტარდება კვლევები, რომელიც საბოლოოდ ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო კითხვებზე სცემს პასუხს, როგორც მეწარმეს, ასევე მომხმარებელს, ამ შემთხვევაში ვიზიტორს. საიდან ჩამოდიან ჩვენთან უპირველეს ყოვლისა რა გენდერული გაცხელვა არის, რა ასაკობრივი გაცხელვა არის, რა ტიპის ტურისტები ყავს, ანუ დაჯგუფების მიხედვით არის ეს ოჯახები, არის ეს ახალგაზრდა წყვილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენს ხარჯავენ ისინი, რომელ სეგმენტში რამდენს ხარჯავენ, რა პრიორიტეტები აქვთ, რა მოწონთ, რა არ მოწონთ. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როცა იცი აქ ჩამოსულ ადამიანს საშუალოდ რამდენი აქვს ჯიბეში ფული და რაზე რამდენს ხარჯავს. მაშინ დაახლოებით ხვდები ფინანსურად შენი ბაზარი რამხელა და დაახლოებით რამხელა შემოსავლებზე შეგიძლია შენი პროგნოზი გააკეთო. ასე რომ აი ტურისტების აი სოციალური სტრუქტურა, აი მოგზაურობის მიზნები, მათი ჯიბის სისქე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ სამომავლოდ შენი ტურისტული ბიზნესი დაგეგმო და განავითარო. გარკვეული სტრატეგიის შემუშავება და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების გაანალიზება პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესია. სახელმწიფოს ინტერესს ამ შემთხვევაში საქსტატი წარმოადგენს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კვარტალურად აწარმოებს როგორც შიდა ტურიზმის, ასევე უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს, თუმცა კვლევები ცალკეულ რეგიონებში არ ხორციელდება, მათ შორის არც აჭარაში. შიდა ტურიზმის მონაცემებს როგორც გითხარით, ყოველკვარტალურად ვაქვეყნებთ. აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი ასევე ატარებს მსგავს გამოკვლევას. ოღონდ გამოკვლევა ეხება მხოლოდ აჭარას. ჩვენი გამოკვლევა ცხადი ეხება მთელ საქართველოს და ჩვენ ვიკლებთ არა მარტო აჭარაში ჩამოსულ ტურისტებს, არამედ სხვა რეგიონებში ჩასულ ტურისტებს. ხოლო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იკვლევს მხოლოდ აჭარაში ჩასულ ვიზიტორებს. ჩვენი ქვეყნის სტატისტიკური სამსახური შიდა ტურიზმის აღრიცხვას ახდენს და აქვეყნებს კიდეც მონაცემებს. გარდა ამისა, იგი სასტუმროების და რესტორნების ეკონომიკური მაჩვენებლების აღრიცხვას ახდენს. კერძოდ, მათი ბრუნვის მოცულობას, მათთან დასაქმებული პერსონალის რაოდენობას აღრიცხავს, ინვესტირების პროცესს აღრიცხავს სასტუმროებში და რესტორნებში. მთელ ტურიზმის სექტორს ვერ აღრიცხავს დღეს, იმიტომ რომ ტურიზმი როგორც ასეთი დარგი არ არის. და ტურიზმი შედგება განთავსებისგან, კვებისგან, ტრანსპორტირებისგან, ატრაქციონებისგან და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან რთულია სტატისტიკურად მოაწყო ისე, რომ ეს ტურიზმი ცალკე აღრიცხო. შეიძლება ტრანსპორტი აღრიცხო, კვების სექტორი აღრიცხო, განთავსების აღრიცხო, ატრაქციონების სექტორი აღრიცხო, მაგრამ მთლიანობაში დააჯამო ტურიზმი ცოტა ძნელია. არსებობს საერთაშორისო რეკომენდაციები თუ როგორ აღრიცხო ტურიზმი, მაგალითად ძალიან ცნობილი სისტემა არის, ეწოდება ტურიზმის სატელიტური ანგარიშების სისტემა. იგი უზრუნველყოფს ტურიზმის აღრიცხვას როგორც მომხმარებლის მხრიდან, ისე მეწარმის მხრიდან. ანუ რა მოიხმარა ტურისტმა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საწარმოო სფერომ რა სერვისები და პროდუქტები შესთავაზა ტურისტს. აი ესე ორმხრივი აღრიცხვა არსებობს, თუმცა ცოტა რთული ასაწყობია ეს სისტემა და ჯერჯერობით ჩვენთან არ არის ეს სისტემა აწყობილი.
სისტემა არის თუ არ არის აწყობილი დარგი ვითარდება, რაც თავისთავად მოითხოვს ტურიზმის სფეროს კვლევას და ანალიზს, რასაც რეგიონში აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი აკეთებს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით, ანალიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანესი როლი და უპირველესი როლი სახელმწიფოს უკავია. სახელმწიფომ უნდა გაანალიზოს ის მასშტაბური კომპლექსური საკითხი, რასაც ზოგადად ინდუსტრია ქვია. ამას სჭირდება ძალიან დიდი როგორც ინტელექტუალური, ასევე ფინანსური რესურსი და შესაბამისად ეს რესურსი ფინანსური განსაკუთრებით არ აქვს კერძო სექტორს და ამიტომ სახელმწიფო უნდა აიღოს ელსვალდებულობა თავის თავზე და შესაბამისად უნდა ატაროს მასშტაბური კვლევები ზოგადად ინდუსტრიაში არსებული სურათის შესახებ. სწორედ ამიტომაც დაიწყო ის კვლევები ჩვენს მიერ, რომელიც 2015 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამიტომაც ჩვენ ყოველ კვარტალურად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა საშუალო დანახარჯების შესახებ, საშუალო ღამის თევის შესახებ, ტურისტის მიერ არჩეული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, განთავსების ობიექტების სახეობების შესახებ. არის კვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მუდმივად, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვაგვარად ამ ინფორმაციის მიღება და საბოლოო ჯამში ჩვენ ზოგადად ვინარჩუნებთ ამ კვლევების ჩატარების მუდმივ რეჟიმს იმისათვის, რომ ეს ხშირად ცვალებადი ინდუსტრია კიდე უფრო კარგად გავანალიზოთ და შესაბამისად დაინტერესებულ ხარებს კიდე უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა რეგიონში უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები. მსგავსი კვლევა გასულ წელსაც ჩატარდა, რამაც ცხადყო ზოგადად ტურისტული ბაზრის სისტემური კვლევების აუცილებლობა. კვლევის შედეგები ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სექტორის ამ კუთხით ასევე განვითარების ფაზაში იმყოფება და შესაბამისად ისინიც ნელ-ნელა ფეხს უწყობენ განვითარების პროცესს და შესაბამისად მათთვისაც ყოველდღურად ცხადი ხდება ანალიტიკის მნიშვნელობა და ამიტომ ისინი უფრო და უფრო მეტად მზად არიან თანამშრომლობის კუთხით და გვაწოდიან ჩვენთვის იმ სასურველ ინფორმაციას, რომელიც საბოლოო ჯამში გარკვეული სახის გათვლების საშუალებას გვაძლევს. თუმცა პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით განთავსების ობიექტებთან ჩვენ ამ გამოწვევების წინაშე კიდევ დგავართ და შესაბამისად, ესე ვთქვათ, ტურისტების რაოდენობის სრული სურათის მიღებისთვის ჩვენ მათთან კიდევ უფრო სიღრმისეული ურთიერთობა გვჭირდება და ამის გაცნობიერება მართებს კერძო სექტორს უფრო სიღრმისეულად. ვფიქრობ, რომ ეს ისე და ისევ დროის ფაქტორია, ჩვენ გვჭირდება რამოდენიმე წელი, ეს არის მოკლევადაში გადაჭრადი პრობლემა, რამოდენიმე წლის შემდგომ ჩვენ კიდევ უფრო კარგი სურათი გვექნება ამ კუთხით. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ შენთან მოდის კომპანიის წარმომადგენელი და ან ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი და გეუბნება, რომ თუ მიიღებთ კვლევაში მონაწილეობას და შენ არ უნდა გეგონოს ეს, რომ მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტის ინტერესი არის იმ კვლევაში შენი მონაწილეობა, შენ მერე მაგ კვლევის მიხედვით გაკეთებულ ანალიზს ეფუძნება მიზნობრივი პროგრამები, სახელმწიფო პროგრამები, ის განისაზღვრება პრიორიტეტები, რომლებიც პირდაპირ და ირიბადად შენზე აისახება. მცირე მეწარმეების სხვადასხვა ტიპის კვლევებზე ხშირად უარს ამბობენ, რასაც აქვს კიდევაც ობიექტური მიზეზი. ეს მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსები, რაც გარკვეული კვლევის ჩასატარებლად არის საჭირო, ან უბრალოდ კვლევებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება. სინამდვილეში ეს არის უარის თქმა თქვენი ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე, სერვისის დახვეწაზე და გაზრდილ შემოსავლებზე. მე რო ვიყო ტუროპერატორი, მარტივ ტურებზე ვმუშაობ და ძალიან დიდი კვლევების ჩატარების ფული არ მაქვს. დავუშვათ, მე 3-4 ტური, სადაც ხალხი დამყავს. ძალიან კარგი ინფორმაცია ჩემთვის, მაგალითად, რა ტიპის ტურისტები შემოდიან და რა მიზნით მოგზაურობენ. რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან, ოჯახებად მოგზაურობენ, ცალკე მოგზაურობენ, მეგობრებთან ერთად მოგზაურობენ, რისი ნახვა უნდათ აქ, უფრო დავუშვათ, თუ უფრო ბუნებაში მოგზაურობა უნდათ მომხმარებელთა დიდ ნაწილს, მე მეცოდინება, რომ ჩემი ტურები ესე დავგეგმო, სადაც უფრო ბუნებგასვლითი ტურები იყოს. თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სანახავად ჩამოსვლა უნდა აქ ჩამოსულ მომხმარებელს, სანახავად ჩამოდის, მაშინ მე უფრო ღირსშესანიშნაობებისგან შემდგარ ტურს გავაკეთებ. ფაქტია ის, რომ ადამიანები შეიძლება ვერ ხვდებოდნენ ამის მნიშვნელობას და პირდაპირ ასახვას ამ კვლევის შედეგებისა საკუთარ თავზე.
ეს ვერც დაინახავ, ეს ირიბად გამოჩნდება, შეიძლება ერთი წლის წინ მკითხეს რაღაცა რომელიღაც კომპანიის წარმომადგენლებმა და რაღაც ერთი წლის მერე აღმოაჩინა მაგალითად სუპერმარკეტში რომ ის რაზეც მე ვსაუბრობდი გამოსწორებულია. იმიტომ კი არა რომ მე ვსაუბრობდი ამაზე, იმიტომ რომ ათასები საუბრობდნენ ამაზე, ან ასეულები საუბრობდნენ ამაზე და ეს ხმა მივიდა კომპანიამდე. ამიტომ კვლევას აქვს უდიდეს მნიშვნელობა.